ვისაუბრეთ, მოდი ბატონ ალდას ჩავთავთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ალდა, მადლობას გიხდით გადაცემაში. ბატონო ალდა, თქვენი პარტიის მთავარი დაპირება, რას პირდებით კრწანისის მოსახლეობას? ჩვენი მთავარი დაპირება, ზოგადი დაპირება, რომელიც ეხება არა მარტო კრწანისის მოსახლეობას, არამედ ყველა მოსახლეს მთელ ქვეყანაში, ეს არის უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრებისათვის. კონკრეტული მიზნები, სტრატეგიული მიზნები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის მინიმალური ხელფასი 500 ლარი, ეს არის საარსებო მინიმუმი 250 ლარი, ეს არის პენსია 300 ლარი, იპოთეკარებისათვის 1200 ლარი დაზოგილი წელიწადში თანხა, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად კრწანისის მოსახლეობას, აქ უკვე ჩემი პროგრამა ორ ნაწილად იყოფა, არის თემები, რომელიც მთელი კრწანისის მოსახლეობისთვის არის საერთო, მაგრამ ჩემს პროგრამაში არის ასე ვთქვათ, ცალკე გაყოფილი ორათა და მეორე ნაწილში ეს არის კონკრეტულად უკვე სპეციფიური პრობლემები. პრობლემების ჩამონათვალი სამწუხაროდ ძალიან ფართოა. ამის მოგვარების ერთადერთი გზა არის ხარისხიანი პოლიტიკა, ხარისხიანი პროგრამები, ბიუჯეტის რაციონალური განაწილება ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით. ჩვენ ასაც ვამბობთ და კონკრეტულად მე პირადად ასაც ვამბობ, ამის შესაბამისი ცოდნაც გამოჩნია, შესაბამისი გამოცდილებაც, წარმატებული გამოცდილება და შესაბამისად ის რასაც ჩვენ პირდებით, ზუსტად იმის შემსრულებლები ვართ, რასაც ვერ შევასრულებთ, იმას არც დავპირდებით, არც კრწანისის მოსახლეობას და არც არავის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ თუ კი დავპირდებით, იმის შესრულებისათვის, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიზრუნებთ. პროგრამები იწყება როგორც დასაქმებიდან, ასევე ეკონომიკის გაუმჯობესების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით, ასევე რა თქმა უნდა, მსხვილი და მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს მომზადებული განათლების კუთხით, ჯანდაცვის კუთხით, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ჯანდაცვის ხარჯები მოსახლეობას შემცირდეს და კონკრეტულად მედიკამენტების ხარჯები 50%-ით შემცირდეს. ასევე რა თქმა უნდა, საჭიროებებზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობის თემა, რომელთაც კრწანისი გამოირჩევა და ამას უნდა კიდევ უფრო მეტი პოპულარიზება და უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტის მიღება. ჩვენ ასე ვთქვათ, ის რომ ეს არის რეალური გეგმები, იმაშიც გამოიხატება, რომ მაგალითად კულტურული მემკვიდრეობის საკითხს ჩვენ ასევე ვუყურებთ ეკონომიკის გაჯანსაღების და ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ საშუალებას, გარდა იმისა, რომ ეს არის ჩვენი ფასეულობა, ჩვენი მემკვიდრეობა და ჩვენთვის სულიერი ღირებულებების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ბატონო, თქვენ საუბრობთ 500 ლარიან პენსიაზე, ბიუჯეტში არის ამის საშუალება დღეს? 300 ლარიან. რა თქმა უნდა, ამას უნდა ეტაპობრივი, ასე ვთქვათ, გაუმჯობესება და გაზრდა, ამის რესურსი არის ყველა ის დაპირება, რომელიც ჩვენს პროგრამაში დევს, მათ შორის ჩვენს პროგრამაში კონკრეტულად როგორც კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ეს ყველაფერი ეფუძნება კონკრეტულ გათვლებს, კონკრეტულ რიცხვებს, კვლევებს, სტატისტიკას და მხოლოდ აქედან გამომდინარეობს. ბუნებრივია ეს არის, ასე ვთქვათ, ეტაპობრივი შემთხვევაში იქნება ეს მიღწეული, მაგრამ ეს არის სრულიად რეალიზებადი და სრულიად რეალური. დაგიბრუნდებით ბატონო ალდა, ბატონო მერაბ, თქვენ უგითხრათ, რა პრობლემები აქვს კრწანისის რაიონში, კონკრეტული ფაქტები, რაზეც ხვდებით მოსახლეობას, რა ასყვებიან ისინი, რა აწუხებთ დღეს? კი ბატონო, კრწანისის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ეს გახლავთ სპეციფიკიდან გამომდინარე და ზოგადად თუ ვინმეს ეჭვეპარება იმაში, რომ კრწანის